გამარჯობა, გთავაზობთ კიდე ერთ პოდკასტს ხანის პოდკასტებიდან. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ფსიქოლოგი ქალბატონი ლელა მუჯირი და ჩვენ ისევ და ისევ ვაკეთებთ ამ გადაცემას ამ პოდკასტს ერთ იმისთვის, რომ კონკურსის მონაწილეებისთვის უფრო მეტად გასაგები გავხადოთ ჩვენი კონკურსის მთავარი თემა, რომელსაც წარმოადგენს სიყვარული როგორც განხრთობის გზა. მოგესალმებით და გთხოვთ გითხრათ ორიოდე სიტყვა როგორც ფსიქოლოგმა აი ამ სამ სიტყვაზე, რომელიც ჩვენი კონკურსის მთავარი სიტყვებია, სიყვარული როგორც განხრთობის გზა და დავიწყოთ სიყვარულით და როგორც ფსიქოლოგი რა სიტყვით სიყვარული, რა არის სიყვარული ფსიქოლოგის თვალთახედვით? გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა რომ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატება ამ მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდებისთვის ხელის შეწყობას, რომ რაღაცა ვიზუალური ფორმა იპოვონ ამ საინტერესო და ესეთი რთული თემის შესაბამისად. რაც შეეხება ფსიქოლოგია როგორ უყურებს აი ამ თემას სიყვარული განხრთობის გზა, მოდი ვთქვათ თვითონ სიყვარულს როგორ უყურებს პირველ რიგში. ზოგადი ფსიქოლოგია ესეთი კლასიკური გაგებით სიყვარულს უყურებს როგორც ეს არის ემოციის ერთ-ერთი სახე, რომელიც არის რთული ემოცია, ღრმა პიროვნებისეული გაგებით დატვირთული, ექსტენსიურია, სხვადასხვა ინტენსიურია, მეტნაკლებობა აქვს აი ამ თვისებების, როგორც არის განცდის ინტენსიობა, ექსტენსიობა. ამას იმიტომ მოყვები, რომ ზოგად ფსიქოლოგიას განსაკუთრებით დიდი ინფორმაცია არ აქვს სიყვარულის შესახებ და საკმაოდ რთული საკითხია ფსიქოლოგიაში, თუ რა არის სიყვარული. ეხლა მე მინდა დავიწყო იქიდან, რომ აი ადამიანი თავისი დაბადებიდანვე აი როგორც კი გაჩნდა ბავშვი, ხო? მოდი დავიწყოთ აქედან. თავისი პირველივე, გარდა იმისა, რომ თვითონ თავის ჩანაფიქრის საუკეთესო ვარიანტი ის არის სიყვარულის ნაყოფი თვითონ, მაგრამ აი სიცოცხლის პირველივე წუთებიდან მასში არის ჩადებული ძალიან ინტენსიური უნარი განვითარების. და განვითარების ფსიქოლოგიაში ვიცით აი ეს მთელი კანონზომიერებანი როგორ ვითარდება, რამდენად სწრაფად და ინტენსიურად ვითარდება ბავშვი ჩვილობისას პირველი დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში. საინტერესო არის ის, რომ როდესაც აი იწყება ეს ინტენსიური განვითარება, თუ არ არის შესაბამისი მოვლა, თუ არ არის შესაბამისი მოთხოვნა გარედან, ეგრეთ წოდებული მოთხოვნა გარედან, მისი აი ესეთი ძირითადი ადამიანური თვისებები და ადამიანური ფუნქციები, როგორიც არის სენსორიკა, მოტორიკა, სოციალური უნარები, ვერბალური უნარები და ასე შემდეგ, თუ არ არის შესაბამისი გარემო, ამის განვითარება თითქმის შეუძლებელია. და აი ჩვენ გვაქვს მაგალითები, აი მაგალითად მაუგლის მაგალითი ვიცით, ხო? და რეალურ ისტორიას ახსოვს რეალური შემთხვევები. თვითონ მაუგლის ისტორიას დამყარებული აი ასეთ რეალურ ისტორიაზეა აგებული, როდესაც ბავშვი ხვდებოდა მომხდარა ცხოველების გარემოში, ის იზრდებოდა ცხოველების გარემოცვაში და ძალიან საინტერესოა თუ შედეგად
რა მოუვიდა იმ უნარებს, რომელიც უნდა განვითარებულიყო ნორმალურ სიტუაციაში, ხო? არ არსებობდა მეტყველება, ბავშვი ვერ მეტყველებდა, ვერ სოციალურ ურთიერთობებს ვერ ამყარებდა და ასე შემდეგ. ეგ ცალკე ძალიან საინტერესო ისტორია, მაგრამ გარდა იმისა, რომ უნდა იყოს შესაბამისი მოვლა, შესაბამისი, აი როგორც მე ვთქვი, ფუნქცია რო განვითარდეს, აუცილებელია მოთხოვნა გარედან. ანუ სტიმულაცია. ეს მოთხოვნა არის სიყვარული, ხო, როგორც? დიახ, აი მე სწორედ მაკეთკენ მიმყავს ეს, რომ თუ არ არის გარედან შესაბამისი შეხება, შესაბამისი ვერბალური კომუნიკაცია, აი როცა ბავშვი პირველ ბგერებს ამბობს, ხო, ეს იქნება აღუ თუ რაღაცა სხვა ბგერები, როდესაც მისი უახლოესი მნიშვნელოვანი უფროსები, დედა, მამა და ასე შემდეგ, ოჯახის წევრები ამას სიხარულით პასუხობენ და არის დიდი აჟიოტაჟი და სიხარული, ხო, ბავშვის ნებისმიერ გამოვლინებაზე. თუ კი ყალიბდება ეგრეთ წოდებული მიჯაჭვულობა, აი ჯანსაღი მიჯაჭვულობა, როდესაც დედა ძალიან სპეციფიურად, ძალიან გრძნობიარეთ სათუთად რეაგირებს მის ყოველ მოთხოვნებს და გამოიცნობს თუ რა მოთხოვნილება აქვს ბავშვს და მის ენას სწავლობს და ასე შემდეგ და თუ ხდება მყისიერად მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაშინ ბავშვს უყალიბდება ეს ჯანსაღი მიჯაჭვულობა და კიდევ ესეთი ტერმინია ერიკ ერიქსონის მიერ შემოღებული ბაზისური ნდობა და ფსიქოლოგია ამბობს იმას, რომ თუ კი სიცოცხლის პირველი თვენახევრის პირველი 3 თვე ადრეულ ბავშვობაში თუ აქვს ბავშვს აი ეს ადეკვატური, სწორი, დროული მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, სწორი მოვლა, ეს დამოკიდებულება სათუთი, სითფოში, სიყვარულში თუ იზრდება ბავშვი, მას უყალიბდება ეგრეთ წოდებული ბაზისური ნდობა, რომელიც ვლინდება იმაში, რომ მას აქვს ზოგადად მთელი სამყაროს მიმართ ნდობითი დამოკიდებულება, ის ადვილად ამყარებს შემდეგ ურთიერთობებს და საინტერესოა ისა, რომ აი ამ ასაკში ჩამოყალიბებული აი სპეციფიური მდგომარეობა, პიროვნებისეული თვისება, როგორც ერიკ ერიქსონი ამბობს, შემდეგ მის მთელ ცხოვრებას გაზდებს. ანუ რამდენად სხვანაირად რო ვთქვათ, სამყარო რასაც დებს ამ ბავშვში, ეს ბავშვი და ეს ადამიანი, ეს პიროვნება იგივეს უბრუნებს სამყაროს და აი საინტერესო თუ კი არის ეს ნდობა ჩამოყალიბებული, მაშინ არის შემდგომში ჯანსაღი ურთიერთობები მეგობრებთან, მის ოჯახის შექმნის დროს, პროფესიული განვითარების დროს, განცდა დაცულობის თავისი პიროვნების მნიშვნელოვნების განცდა, თვითშეფასების ჩამოყალიბება, ანუ განსაზღვრელი და აი ესეთი მაკურნებელია აი ეს ბაზისური ნდობის ჩამოყალიბება და არის ამის საწინააღმდეგო, როდესაც არ ხდება გარკვეული, როდესაც უფროსები ბავშვის ირგვლივ არიან უხეშები, აგრესიულები, არ პასუხობენ, ხდება უგულებელყოფა მისი მოთხოვნილებების და მისი საჭიროებების და ასე შემდეგ აი ამ მცირე ასაკში მაშინ ყალიბდება პირიქით სახეზე გვაქვს მრავალი კვლევა და არსებობს სამეცნიერო საფუძველი ამისი სახეზე გვაქვს სოციალური დეზადაპტაცია ურთიერთობების ჯანსაღად აწყობის უნარის დაქვეითება პრობლემები პირად ცხოვრებაში, პროფესიულ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. ანუ პირდაპირ პროპორციულია.
ეხა ფსიქოლოგია ჩვენ გველაპარაკება ასეთი ტერმინებით, სპეციფიური ტერმინებით, როგორც არის მიჯაჭვულობა, ბაზისური ნდობა და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად ეს როგორ გამოიყურება ცხოვრებისეულად და ფენომენოლოგიურად, ანუ განცდისეულად იმისთვის, რომ ეს იყოს მიღწეული, ეს ბაზისური ნდობა, ამისთვის საჭიროა, რომ მოსიყვარულე უფროსმა, დედამ, მამამ, ოჯახის წევრებმა ყოველ დღე, ყოველ დღის ყოველ მომენტში იყვნენ გვერდზე, ძალიან საშიშია ბავშვის დატოვება ამ დროს, აი რეკომენდირებულია, რომ წლინახევრამდე ბავშვი დედამ არ უნდა ხანგრძლივად არ უნდა მიატოვოს, სასურველია რომ არ მიატოვოს. სწორედაც ამიტომ, რომ ბავშვს მერე ეწყება შფოთვა და შიშები და ასე შემდეგ. და ხო, ამას ავამბობდი, რომ გამოიყურება ეს ასე, რომ იმისთვის, რომ ეს იყოს მიღწეული, ეს თითქოს მარტივი ერთი შეხედვით ამოცანა შესრულებული იყოს, ამისთვის საჭიროა ძალიან დიდი ზრუნვა, სითფო, სიყვარული, იყო მიყურადებული, რომ ყოველ წამს იყო ადეკვატური, იყო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის უფროსი იყოს პროგნოზირებადი და ამას მარტივად ქვია სიყვარული. ბავშვს სჭირდება და არის სახეზე გვაქვს ჩვენ ბევრი შემთხვევები, განსხვავება ორ პიროვნებას შორის, რომელიც აი ესეთ უპირობო სიყვარულში იზრდება და ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდებოდნენ და იზრდებიან ისეთ პირობებში, რომელიც არის მკაცრი, უხეში და ასე შემდეგ. ისე რომ ამ ყველაფერს ვამყვები, იმიტომ რომ ხაზი გაუსვა ერთ ამბავს, რომ შეგვიძლია მარტივად ვთქვათ და არ შეგვეშლება, რომ თუ აი ბავშვი გაჩნდა, ხო? მოევლინა ამ ქვეყანას, თუ არ იქნება სიყვარული მის ირგვლივ, მისი ფსიქიკური განვითარება არ სავარაუდოდ არ წარიმართება სწორი გზით. ანუ მე გავამარტივებ ამას, რაც ვილაპარაკეთ და ანუ სიყვარული არის ის ძალა ფსიქოლოგიის კუთხით, რომელიც განაპირობებს ადამიანის როგორც პიროვნების სწორად ჩამოყალიბებას. დიახ. ანუ ეს ერთადერთი წარმართველი ძალა გამოდის, რომელიც შეიძლება ადამიანს აქვს ყველა ასე ვთქვათ საშუალება იმისთვის, რომ პიროვნების ჩამოყალიბებისას ადამიანი ამყოფოს სიყვარულში, ეს მშობლები იქნება თუ სხვა გარემო ამის შემთხვევაში, რომ ის კარგად განვითარდეს და გახდეს სწორედ საზოგადოების ან ზოგადად ნორმალურ ადამიანს ჩამოყალიბდეს, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ ფსიქოლოგია ასე უყურებს სიყვარულს, როგორც ერთ-ერთ თუ ერთადერთ საშუალებას, რომ პიროვნება სწორად ჩამოყალიბდეს. დიახ, ესე იგი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს, აი ადრეულ ბავშვებაზე ვლაპარაკობთ, ხო, თუ სწორედ ჩამოყალიბდეს მისი ძირითადი ფუნქციები და მისი პიროვნების განვითარება იყოს ადეკვატური. ამისთვის საჭიროა აი სწორედ იმ ქცევათა ერთობლიობა მნიშვნელოვანი უფროსების მხრიდან, რომელიც ძალიან დიდ გარდა იმისა, რომ დიდ შრომას მოითხოვს აი ამ სათუთ, ნაზ, ფაქის დამოკიდებულებას. ასევე ცოდნას, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი ჯამში რომ შევაერთოთ, ხო, ეს შეუძლებელია, რომ განხორციელდეს სიყვარულის გარეშე. კი ბატონო, გასაგებია და რო შევატრიალოთ ხა და ეს არის ადამიანს ჭირდება სიყვარული და აი თვითონ ადამიანმა ეს სიყვარული როგორ უნდა გასცეს, ან აი ამის საწინააღმდეგო ვექტორი როგორ არის, რომ პიროვნებიდან წამოსული სიყვარული სხვა პიროვნებას აყალიბებს თუ რაღაცა სხვა თემებია. რადგან ეხნელნელა მინდა გადავიდე აი ამ ჩვენი მთავარი ფრაზის მეორე ნაწილზე, როგორც აი განხთობის გზა
განხრთობა როგორც ადამიანის სრულიერი სრულყოფა, ხო, ესე უნდა წარმოვიდგინოთ. და აი ეს გზა, აი რა პროცესია ეს ადამიანის, ანუ რას მინდა მივაბა, იცით, რომ დაიბადა ადამიანის სიყვარულში, ჩამოყალიბდა გარკვეულ კარგ პიროვნებად და შემდეგი ეტაპი ალბათ არის ის, რომ სხვაც უკვე შემდეგ თაობას გადასცეს ეს სიყვარული, ან თაობას თუ არა სხვა ადამიანებს გაუზიაროს ეს სიყვარული და აი ამ გაზიარების პროცესია, ეს განხრთობის გზა თუ აი როგორ ფიქრობთ თქვენ, რა შეიძლება აი განხრთობაზე ვთქვათ? ხო, ძალიან საინტერესოა ეს გაზიარების პროცესი, ჩემი აზრით არის განხრთობის გზა და საერთოდ ყოველ წუთას თუ ყოველ სისტემაში, ყოველ წამს, ყოველ ცხოვრების ყოველ ეტაპზე სიყვარულის აი ეს გამოხატვა და გაზიარება მე ვფიქრობ, რომ არის სწორედ განხრთობის გზის ერთ-ერთი კომპონენტი, მაგრამ ეს ხა ჩემი პირადი აზრია. და რაც შეეხება იმას თქვენ რაც მკითხეთ, რომ ადამიანი როგორ გამოსცემს ამ სიყვარულს. აი მინდა რომ დავახასიათო სიყვარული ფენომენოლოგიურად, აი განცდისეულად როგორ გვეძლება ჩვენ. რა თვისებები აქვს ფსიქოლოგიაში განსაკუთრებით ეგზისტენციალური ანალიზი გვაძლევს აი ამ სურათს სიყვარულის ფენომენოლოგიური ასე ვთქვათ დახასიათების და ერთ-ერთი თვისება როგორ გვეძლება ჩვენ არის ის რომ სიყვარული არის ქმედითი ესე იგი მე თუ ადამიანი მიყვარს და ეს არის მისი იმანენტური თვისება სიყვარულის, რომ მე მაქვს მისწრაფება, რომ ჩემს ქცევებში გამოვხატო ეს სიყვარული, რომ მე თუ სხვა ადამიანი მიყვარს, ვაკეთებ ყველაფერს, რომ ის იყოს კარგად, ის იყოს დაცული, ის იყოს მოვაშორო ყველანაირი ნეგატივი, რომ შეხელი შეუწყო, რომ ის განვითარდეს ნებისმიერ ურთიერთობაში. და ადამიანს აქვს სურვილი ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ იცხოვროს სხვა ადამიანისთვის, რომ იცხოვროს თავისი სიყვარულისთვის, ან იცხოვროს თავისი იმ იდეისთვის, რომელშიც შეყვარებულია და რომელშიც ეს მარტო ადამიანზე არ არის, ან შეიძლება ეს იყოს სიყვარული ხელოვნების მიმართ, ან რაღაცა ხელოვნების ობიექტის, ან ცხოველის მიმართ. ამით სიყვარულს ახასიათებს ეს თვისება, რომ იყოს ქმედითი და მიძღვნითი, ხო? და მიძღვნითი, ხო. სიყვარულს ასევე ახასიათებს ის, რომ მას განცდისეულად პირველ რიგში, აი ისმის კითხვა, რას ვგრძნობთ, როდესაც გვიყვარს? და ერთ-ერთი არის ის, ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვგრძნობთ ფასეულობას, ღირებულებას. ღირებულებას, აი ამ სიყვარულის ღირებულებას. იმ ობიექტის, რომლის მიმართაც გვაქვს ეს სიყვარული, რომ ის ადამიანი, ან შეიძლება ეს იყოს რაღაცა სხვა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ღირებული. ძვირფასი, ხო, აი ქართულად ესე ხშირად ესე ამბობენ ძვირფასი. ასევე მოსიყვარული ადამიანი განცდისეულად ეძლევა ესეთი რამ, რომ როდესაც ერთ ადამიანს უყვარს მეორე, ის მისთვის იმის არსი იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად აი ამ ობიექტის მნიშვნელობა იმდენად ძვირფასია, რომ აქ ხდება ორმაგი ასე ვთქვათ, ორმაგი კავშირი, რომ მე შენი არსის დანახვით და დაფასებით
ვხედავ ჩემ არს და პირიქით. და ესე გამოიხატება კიდევ რომ მოსიყვარულე ადამიანი თავის სიყვარულის ობიექტს ხედავს არა მხოლოდ ისე როგორც ის არის, არამედ ხედავს გაცილებით უფრო მეც ვიდრე ის რეალურად არის. ის ხედავს მასში პოტენციას, ხედავს განვითარების საშუალებას, აი რაღაცა დისტანციაზე ხედავს. და ეს არის სწორედ ის, რაც მაკურნებელია ხშირად. აი ხშირად ადამიანს ძალიან სიამოვნებს და მოწონს თავის შეყვარებულთან ურთიერთობას, ან ადამიანთან, რომელსაც იგი უყვარს, იმიტომ რომ ის თავის თავს უკეთესად აღიქვავს. ის გრძნობს იმას, რომ ის ადამიანი, რომელიც მოსიყვარულია მის მიმართ, მასში ხედავს გაცილებით უფრო მეც, გაცილებით უკეთეს, ვიდრე ის სინამდვილეში არის და მას აქვს ეს გაზრდის ტენდენცია და გაზრდის სურვილი. და აი დოსტოევსკის ფრაზა არის, რომ გიყვარდეს ადამიანი, ნიშნავს ხედავდე მასში იმას, რაც ღმერთმა ჩაიფიქრა. და ასევე ვთქვი, რომ კიდევ ერთი თვისებაა, რომ ის არის ქმედითი და მასში არის ეს მოქმედებისკენ ძლიერი სწრაფვა და ასევე მაცოცხლებელი ენერგია, აი, როდესაც მე მიყვარს რაღაცა, ჩემი გული კავშირშია იმ ადამიანთან, ან იმ მოვლენასთან, რომელიც მე მიყვარს. და ეს ისეთ ზეგავლენას ახდენს ჩემზე, გრძნობით ზეგავლენას, რომ ჩემში იწყება დიდი მოძრაობა, შინაგანი, რომელიც მაცოცხლებს მე ვცოცხლდები, მე მიჩნდება აი ამ რაღაცა ახლის წარმოშობის, რაღაცა ახალი თვისება იწყება იმ ადამიანში, რომელიც შეყვარებულია, რომელსაც უყვარს რაიმე. და აი ამ სიყვარულთა ერთობლიობა ქმნის სწორედ აი ამ პიროვნების ღრმა და საინტერესო მდიდარი პიროვნების სურათს. სიყვარულის გარეშე ეს შეუძლებელია. ეხლა თქვენ თქვით, რომ სიყვარულთა ერთობლიობაა, რომ სხვადასხვა სიყვარული არსებობს. ჩვენ ბავშვობაში, როდესაც ვერ ყვევით ჩვენ გზნობებში და რაღაცა მე მახსოვს, აი თანატოლებთან ერთად რაღაც სუფრაზე ან რაღაც ესეთ ნახევრად დიდურ შეგრებებზე ვცდილობდით, რომ რაღაცნაირად გამოგვეხატა ეს ჩვენი სხვადასხვა ასე ვთქვათ დამოკიდებულება ამ გზნობასთან და განგვერჩია ერთმანეთისგან სხვადასხვა სიყვარულები, დაუშვათ შეყვარებულობა თანატოლ გოგონასთან უფრო სხვა სიყვარული ერქვა ამას და დაუშვათ დედაშვილობას ან სამშობლოს სიყვარულს ან რაღაცა და აი ეს გვინდოდა დაგველაგებინა. მე გავიგეთ, რომ სხვა კულტურებში, მაგალითად ბერძნულში სხვანაირად არის ეს გააზრებული იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა სიტყვები არსებობს სიყვარულის შესახებ. ამაზე ხო არ გვეტყვით, აი ფსიქოლოგიაში როგორ განირჩევა, არსებობს სხვადასხვა რაღაცა, ასე ვთქვათ, გრადაციები სიყვარულში? დიახ, იცით რა, ვიცით რომ ბერძნულ ენაში არის 8 დასახელება სიყვარულის. ვეცდები ჩამოვთვალო ისინი. ეს არის აღალპე, ეროსი, ფილია, მანია, ლუდუსი, ფილავტია, სტორგე და პრაგმა. სამხელა ხო, ჩამონათვალე. ძალიან მოკლედ ვცდები რომ დავახასიათო. აღაპე არის ეს ღვთიური სიყვარული, თავგანწირული, უანგარო, მაღალი, ასე ვთქვათ, ღირებულებითი. მე რამდენადაც ვიცი, ღვთისმეტყველები ამბობენ, რომ აი უფალი იესო ქრისტე თავისი აღაპი, ანუ თავის თავი გასწირა ადამიანების თვის სწორედ
მსხვერპლი ეს მსხვერპლი არის სწორედ აღაპეს ნიშანი, ანუ აი ესეთი მაღალი კატეგორია არის ამ სიტყვის კონოტაციის. რაც შეეხება ეროსი, ეს არის რომანტიული და ესეთი შეყვარებულობა და ფიზიკური სიყვარულს გულისხმობს. მისწრაფებითი სიყვარულია, როგორც ჩვენ წინა პოდკასტში ქონდა. ეროსი? ეროსი არის, აი სწორედ მისწრაფება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდია მასში სწრაფვა, ლტოლვა, ფიზიკური ლტოლვა, ძალიან ძლიერი ვექტორია, ასე ვთქვათ. რაც შეეხება ფილიას, ფილია არის უფრო მეგობრული, თავგანწირული, ესეთი რაღაცნაირი ნაზი და ასე შემდეგ. საინტერესოა მანია არის ავანტყოფური რაღაცნაირი დევნა, როცა არის თავისი სიყვარულის. ხშირად სამედიცინო ტერმინოლოგიაშიც გამოიყენება, მაგრამ საინტერესო აკრიატებული სიყვარული. ხო, საინტერესო რომ სიყვარულის კატეგორიაში გადის ეს. დიახ, ხო. ლუდუსი არის ესეთი მოთამაშე. ეს არის ეს ხანმოკლე შეყვარება, ეს არის აი რაღაც შთაბეჭდილები, ახალი შთაბეჭდილების ძებნის, ასე ვთქვათ, გატაცება შეიძლება იყოს. გატაცება, შეყვარებულობა, ხო, აი გატაცება, რომელიც როგორც წესი ხანმოკლეა და ხშირად ესეთია, ეფემერულია და უბრალოდ ადვილად შეიძლება რომ დასრულდეს. თქვით ფილავტია თქვით. ფილავტია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საკუთარი თავის სიყვარული. ოღონდ ეს არის აქ გულისხმობა არა ეგოცენტრული და ეგოისტური და არა ნარცისტული, არამედ აი ეს ჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, როდესაც შენ იმისთვის რომ გასცე უნდა კონდეს რაღაცა რომ გასცე, ხო? ამიტომ შენ ადამიანს პიროვნებას აქვს ეს დამოკიდებულება საკუთარი აი ბავშვის განვითარებაზე ვილაპარაკეთ და ძირითად ფუნქციებზე და ერთ-ერთი ფუნქცია სენსომოტორული და სოციალურ ფუნქციებთან და კოგნიტურ ფუნქციებთან ერთად არის თვითმოვლა, აი პატარა ჩვილი ბავშვიც კი გარკვეული ფორმებით ახორციელებს ამ თვითმოვლას. ანუ ეს ჩადებულია მასში, ეს ფილავტია. საკუთარი თავის სიყვარული, კარგი გაგებით, ხო? საკუთარი, თქვათ, ღირსების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ ვთქვით სწორგე ძალიან საინტერესოა, ეს არის ოჯახის, აი ნათესავებში, ნათესაური სიყვარული, ოჯახური სიყვარული, აი მშობლების სიყვარული შვილების მიმართ, როგორც წესი, აი ამ სწორგეს მიესადაგება. და ვთქვით პრაგმა. პრაგმა არის სიყვარული, რომელიც ხანგრძლივად აი რაღაც დიდი ისტორიის მქონე სიყვარულია, ხშირად აი მოხუცებულები რო ხელჩაკიდებულები დადიან და განსაკუთრებით სიყვარულს ცინაზეს გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ, აი ეს არის ეს პრაგმა. ეს არის აი ესეთი ბერძნული ზოგად ფილოსოფიური, ზოგად ფსიქოლოგიური ესეთი დახასიათება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ფსიქოლოგიაში ეს სუფთა სახით საერთოდ ეს არის მცდელობა, რომ რაღაცნაირად დაახასიათოს. სუფთა სახით, როგორც წესი, ესეთი ფენომენები ჩვენ განცდისეულად არ გვეძლევა. და არამედ გვეძლევა ემოციებს აქვთ თვისება, რომ როგორ არის იცით, ჩვენ ერთდროულად, აი ხა მეც ყველას, ხო, ერთდროულად გვეძლევა რამდენიმე ემოცია. და დროში ეს ყველაფერი კიდე მცვალებადია. მაგრამ ჩვენ ესე ცალ-ცალკე კი არ გვეძლება, ფსიქიკას აქვს მიდრეკილება მთლიანობისკენ, აი გეშტალტისტკენ. ამიტომ ფსიქიკა ამას ამ ცალ-ცალკე ემოციებს აერთიანებს და ჩვენ გვეძლება ესე შერეული ერთიანი ფორმით. განცდისეულად ერთიანია ეს განცდა. ამიტომ როგორც წესი, აი ეს ფორმები სიყვარულის ხშირად არის კომბინაციაში.
კომბინაციებში. და ამის დაშლა ძალიან რთულია. აი ეს უბრალოდ გარედან არის ესეთი სურვილი რაღაცა სტრუქტურირების და შესწავლის, სახელების დარქმევის. ნუ გააზრების კუთხით. გააზრების, დიახ. თითეული ჩვენი გრძნობა შეიძლება შედგებოდეს აი ამ კომბინაციებიდან. ფსიქოლოგიაში ძალიან ბევრი მცდელობაა, აი სოციალური ფსიქოლოგები ცდილობენ რომ რაღაც თავის თეორიები, საინტერესოა სტენბერგის თეორია. სტენბერგი გვაძლევს ესეთ სამგანზომილებიან სამი ძირითადი თვისების მქონე, ასე ვთქვათ, კოორდინატებს, ესეთ სამკუთხედს გვაძლევს, რომელსაც ერთი წვერი არის ლტოლვა, მეორე ეს არის სიახლოვე და მესამე არის პასუხისგებლობა, ვალდებულება. ლტოლვა გასაგებია სიახლოვეში იგულისხმება აი ესეთი უფრო დაღვინებული, ასე ვთქვათ, გრძნობა, როგორიც არის ურთიერთობა, სიმშვიდე იმ ხრივ, რომ ურთიერთ დაცულობის გრძნობა, სიმყუდროვე, აი უფრო ესეთი ინტიმური მდგომარეობა, ესეთი აი ამ თვისებების ხარჯზე, აი ეს სამივე კოორდინატი, სამივე თვისება უნდა იყოს შერწყმული ერთმანეთში. თუმცა არსებობს აი ამ სამიდან რამდენი ვარიანტიც არსებობს 9 თუ შეიძლება მეტიც კი, ნაწილობრივ აი ეს კონტინიუმებს აქვს დიდი მნიშვნელობა. ძალიან პოპულარულია სტენბერგის საინტერესოა ერიხ ფრომის შეხედულება, რომელიც ამბობს, რომ სიყვარულში ურთიერთპატივისცემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთმანეთს სივრცე უნდა დაუტოვონ მოსიყვარულებს, განვითარების, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთზრუნვის და ასე შემდეგ. რადგანაც ახლა ისევ და ისევ სიყვარულის თემაზე ვლაპარაკობთ და ჩვენ პრინციპში ამ პოდკასტს წერთ ახალგაზრდა კონკურსანტებისთვის და არა მარტო მათთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც ახალგაზრდა კონკურსანტებზე გვაქვს. ისინი არიან ყველანი შემოქმედები, ასე ვთქვათ, არიან არქიტექტორები, მოქანდაკეები, მხატვრები და აი მათი დამოკიდებულება თავის პროფესიასთან, თავის საქმესთან, ესეც ხო რაღაც ერთგვარი სიყვარულია. აი ფსიქოლოგიური კუთხით ადამიანის დამოკიდებულება თავის პროფესიასთან როგორ შეიძლება შეფასდეს აი ამ კონტექსტში, აი რა დონის სიყვარული, რა დონის თავდადება, აი რა როგორ შეიძლება ეს არის აი მაგალითად ჩვენ ვიცით რომ რაღაც ესეთი შემოქმედები არსებობდნენ და ეხაც არსებობენ ალბათ რომლებიც მთლიანად არიან გადართული თავის პროფესიაში და არაფერი არ აინტერესებთ ამის გარდა და მთელი თავისი პიროვნება აქვთ მიძღვნილი თავისი საქმისადმი რა და აი როგორ ფსიქოლოგიურად რამდენად ექვემდებარება ანალიზა ესეთი ქცევა, აი რა არის ეს რა მოვლენა, როდესაც ადამიანს არაფერი არ აინტერესებს გარდა იმ რაღაც აკეთებლისა, რომელსაც აკეთებს. რა არის ეს რა მოვლენა? ინტენსივობის მიხედვით შეიძლება აი პირდაპირ რაღაცა რუკა შევადგინოთ, აი ამ რაღაც მენიუდან ავიხოთ რაღაცა და მიუსადაგოთ. რა თქმა უნდა, ეს ისე ჩვენ რომ მოვინდომოთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, მაგრამ აი ერთ-ერთი პოპულარული ტერმინია, ინგლისური ტერმინია passion. ხშირად ამას ხმარობენ, რომელიც ნიშნავს ვნებას, სიტყვიერად ნიშნავს ვნებას, მაგრამ ძალიან აქტიურად ხმარობენ პროფესიაში, აი ეს თავის საქმეში შეყვარებული ადამიანების. ჩვენ ხშირად გაგვიგია, რომ არსებობს პასიონარული დამოკიდებულება, ხო? და ზოგჯერ არის სწორედ აი ამას ასე ვთქვათ, ტირით დავჩივით, რომ აი პასიონარულობა გვაკლია, ხო? დიახ. ამას გულისხმობ? მაგას გულისხმობ, ხო, აი ზუსტად ეს არის, აი ეს პასიონარიზმი არის, რომელიც სხვა არაფერია თუ არა სიყვარული. სხვადასხვა, ასე ვთქვათ, აი როგორც რეცეპტში არის სხვადასხვა ნივთიერებები და სხვადასხვა წამლები, სხვადასხვა დოზებით, აი დაახლოებით ესე წარმომიდგენია მე, რასაც თქვენ ამბობთ. მაგრამ აი როგორც მე ვთქვი, რომ განცდისეულად
სიყვარული მეძლევა სწორედ ასე რომ მე თუ რამე მიყვარს ის აღძრავს ჩემში ძალიან დიდ ენერგიას, ქმედების ის ძლიერი ინტენცია, ქმედების მოთხოვნილება, სიყვარული ვერ ჩერდება. და განსაკუთრებით დიდი ზრუნვა იჩენს აი იმპულსია ზრუნვის მოქმედების და აი ეს ზრუნვა არის სწორედ ობიექტზე ამ შემთხვევაში ობიექტი შეიძლება იყოს საყვარელი საქმე სამშობლო იდეა რომელიმე ღმერთის მსახურება და ასე შემდეგ ხო და ეს რაღაც ნიჭია ეს არის ღვთისგან ბოძებული რა არის სიყვარული და არის რა თქმა უნდა ღვთისგან ბოძებული ნიჭი რომელიც ფსიქოლოგიურად მე ესე მეძლევა ესე ხდება მისი შინაგანი ჩემ შინაგან სამყაროში განფენილობა ჩემს ცნობიერებაში ესეთი განფენილობა მე ვერ გავჩერდები როცა ვხედავ რომ ჩემი საყვარელი ადამიანი გასაჭირშია ხო მე ამ შემთხვევაში ჩემ პიროვნულად არ ვამბობ შეყვება ადამიანს რომელსაც უყვარს ის სუბიექტი დიახ მას აქვს ეს ძლიერი ვექტორი ძლიერი მოქმედების და მას აქვს ეს სურვილი რომ იცხოვროს სხვა ადამიანის სხვა რაღაც იდეის თუ სიყვარულის ობიექტისთვის. ანუ სიყვარული როგორც განხთობის გზა შეგვიძლია ახლა ჩვენი საუბრის შემაჯამებელ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ რომ სიყვარული როგორც განხთობის გზა არის ის ენერგია, ის ვექტორი, რომელიც ადამიანს უბიძგებს განხთობისკენ, ხო? იმიტომ რომ განხთობა ეს სულიერი სრულყოფა და სულიერი სრულყოფა არის სწორედ აი საკუთარი თავის მიძღვნა აბსოლუტისტვის, ხო, რაღაცა განსაკუთრებული. ხო, სიყვარული არის აი ეს საშუალება, ის აი მართლა ის გზა ყველაზე კარგად გამოხატავს ამას ის სხივი, რომელსაც მიყვები. აი ბედნიერია ის ადამიანი, რომ აი რა არის ბედნიერება, ხო? ბედნიერია ის ადამიანი, ვინც აკეთებს იმას, რაც უყვარს. ხომ ასეა, რომ ცხოვრობს იმი და ბედნიერია და თავისუფალია. არა აქვს მნიშვნელობა შენ რას აკეთებ, მეწაღე ხარ თუ რა ვიცი, ნებისმიერი საქმე აქ არის, ისევ აი passions უბრუნდები, ხო? ეს ადამიანები ასხივებენ აი ამ ბედნიერებას, ამ სიყვარულს, აი ამ რაღაცა სულიერ სინათლეს. და მხოლოდ შეიძლება აი მაგნიტივით ასეთ ადამიანებისკენ მიუტვიან მასთან ურთიერთობა. ხო, ეს ნებისმიერ სფეროში ესეა. თვისებები, აი ფენომენოლოგიური თვისებები, ერთ-ერთი არის ის, რომ სიყვარულს აი გარდა იმისა, რომ ქმედებისკენ აქვს დიდი, ასე ვთქვათ, ინტენცია, ასევე სიყვარულს აქვს ჩადებულია სიყვარულში ის, რომ ის მიუტვის მატერიალური გამოხატვისკენ. განხორციელებისკენ. განხორციელებს, მატერიალურად უნდა გამოხატონ, ასე ვთქვათ, და აქვე ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ ასევე აი როგორც ჩვენ ავღწერეთ ეს 8 სახე, ხო, 8 ძირითადი სახე სიყვარულის, აქვე მინდა ვთქვა, რომ ასევე ფსიქოლოგიაში არის მიჩნეული ეგრეთ წოდებული სიყვარულის ენა. და ეს ენა რა არის ეს ენა? 5 ფორმა ამ ენის. აი ზუსტად მიბმულია აი ამ მატერიალურ დაქმედით. პირველი ეს არის სიტყვები. ანუ აი რა სიტყვებით გამოხატავთ. არიან ადამიანები, რომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტყვით გამოხატონ და მიიღონ სიტყვები. ხო? არიან ადამიანები, რომლებიც უმეტესად ძირითადად სიტყვებზე შეიძლება დასჯერდნენ კიდეც და მათთვის თუ იტყვიან, რომ მე შემიყვარხარ, დამთავრდა ყველაფერი გამოხატა მან და არც დაფიქრდება, რომ შეიძლება კიდე რაღაცა სხვა უნდა გააკეთოს, ხო? მეორე ეს არის საქმე.
კიდე ამას ეძახიან დახმარება, ანუ ქმედება, რეალური ქმედებები, რეალური საქციელები, თუ როგორ გამოვხატავ მე, რა ფორმით. და აქ არის, ძალიან დიდი სპექტრი, დიდი შესაძლებლობები. დიდი შესაძლებლობებია, როგორც ვთქვათ, შეიძლება იყოს საჩუქრები, შეიძლება იყოს. ახლა ჩვენ ორი პიროვნების ურთიერთობით შემოვიფარგლებით, ხო, რაღაც ზოგადად უფრო. დიახ, აი სწორედ მაგას ვაკეთებ, რომ დაწყებული ორი პიროვნების შორის, ასევე შეიძლება იყოს ნებისმიერი გაკეთებული საქმე, შეიძლება იყოს სახლის დაალაგა, შეიძლება სახლი დაალაგო და ეს იყოს გამოხატულება შენი სიყვარულის. ან მანქანაში ზეთი ჩაასხა, ხო? ან რა ვიცი, გამოძერწო, დახატო, ან ნებისმიერი საქმე, რომელიც არის იმისთვის, რომ გამოხატო შენი სიყვარული, ხო? ასე თქვათ, ეს შეიძლება იყოს მიძღვნით ეგრეთ წოდებული გაკეთებული და შეიძლება გაუცნობიერებლადაც. შემდეგი ენა ეს არის დრო. ანუ ეს არის ის დრო, რა დროსაც მე ვუთმობ ჩემს საყვარელ ობიექტს, სიყვარულის ობიექტს. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ თუ ჩემ ადამიანს, რომელსაც მე უყვარვარ, თუ თავისი დროის, არ ვიცი, 95% მე არ დამითმო, ეს ნიშნავს, რომ არ უყვარვარ. ან ვიღაცისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად ეს არის საშუალება გამოხატო შენი ასე ვთქვათ, დამოკიდებულება და სიყვარული და კიდევ ერთი არის შეხება. შეხება. ეს არის ფიზიკური შეხება, ვთქვათ, ჩახუტება, შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა სენსორული, არა მარტო ტაქტილური შეხება, არამედ შეხებაში მოსვლა, თუმცა აი აქ შეხება, ძალიან ფიზიკური შეხება, სიყვარულს აქვს ეს, რომ ითხოვს აი ამ შეხებას, მას აქვს მოთხოვნილება შეეხოს. ხო, აი მაგალითად ადამიანებზე რო არ ვთქვათ არაფერი, როცა მივდივართ რაღაც შედევრს ხედავთ მუზეუმში, ვთქვათ, რაღაც ხელოვნების ნიმუშს, გვაქვს სურვილი, რომ შევეხოთ. ხო, აი საყვარელ ცხოველს გინდა რომ მიეფერო, შეეხო. ეს ჩვენ ბუნებრივად გვაქვს ამის მოთხოვნილება და ესეც არის გარკვეული ენა. და აი, როდესაც გამახსენდა მიქელანჯელოსის ცნობილი კომპოზიცია ადამიანის შექმნა და სწორედ ეს შეხებაზე აქვს აქცენტი ამ ხელბუმბერას ადამიანს, რომ ეხებიან ერთმანეთს ღმერთი და ადამიანი და ასე გამოხატა მიქელანჯელომ ღმერთსა და ადამიანს შორის სიყვარული, აი შეხების აი მისწრაფებით, ხო, ესე გამოდის. და სხვათა შორის აქვე ვიტყვი, რომ შეხვედრას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. შეხვედრა აი ესე დაუბრუნდები იმ ფენომენოლოგიურ ანალიზს, რომელსაც ეგზისტენციალური ფსიქოლოგია გვაძლევს. შეხვედრა აი ერთხელ სხვათა შორის განწყობის უზნაძისეული ფსიქოლოგია ძალიან კარგად ასე ვთქვათ ეხმიანება ამას და ხსნის, მაგრამ აი ეს ეგზისტენციალური ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ერთხელ რომ მოხდება შეხვედრა და აი მოხდება ეს აი ესეთ შეხება, სულიერი შეხება და ეს შეხვედრა, ეს ინახავს თავის იმ ენერგიას, აი იმ დამოკიდებულებას, როცა გული გეხსნება და კავშირი მყარდება სხვა ადამიანთან თუ თუნდაც სხვა ობიექტთან და აი იმის ხელმეორე შეხება, განმეორებითი შეხვედრა აძლიერებს და აი აქ აი აქ ხდება ეს ამის ასე ვთქვათ სისავსეში მოყვანა. ივსება, ხო. კი ბატონო. ნამდვილად ის მექნება ასე ვთქვათ გულნაკლულობა, რომ არ ვთქვათ თქვენი ასე ვთქვათ სლოგანის ბოლო ორ სიტყვაზე, რასაც ქვია, რაც არის განხრთობის გზა,
და როგორ უყურებს ფსიქოლოგია განხრთობას და განხრთობის გზას რა შეიძლება რომ აქ ვთქვა. ქრისტიანულ ფსიქოლოგიას აქვს აი პირდაპირ ხედვა და ახსნა და მნიშვნელოვნება აი ამ განხრთობის სწორედ იხსნება ქრისტიანულ ფსიქოლოგიაში და არ შემიძლია ამაზე არ ვილაპარაკო. საერთოდ ფსიქოლოგია არის ისეთი დარგი, რომელშიც სხვადასხვა სკოლები, სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც ხშირად სრულიად განსხვავებული ხედვა აქვთ ერთი და იმე ობიექტის, როგორც არის ამ შემთხვევაში ფსიქიკა და ფსიქიკური მოვლენები, სხვადასხვა სკოლები ერთდროულად არსებობენ, ვითარდებიან, ახორციელებენ თავიანთ მეცნიერულ კვლევებს და ასე შემდეგ და თითოეულ ეს იქნება ის თქვა ბიჰევიორიზმი თუ სიღრმის ფსიქოლოგია თუ ჰუმანისტური ფსიქოლოგია და ასე შემდეგ, რომლებიც ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, რომელსაც თითოეულ მათგანს აქვთ სრულფასოვნად არსებობის უფლება, იმიტომ რომ მათ აქვთ თავიანთი ხედვა და მათ აქვთ თავიანთი, რაც მთავარია, თავიანთი პრაქტიკული მეთოდები, მუშაობის, ფსიქოთერაპიული მეთოდები და შედეგები, რაც მთავარია შედეგები. და რაც შეეხება ქრისტიანულ ფსიქოლოგიას, იგი როგორც უკვე ვთქვი, იგი ეყრდნობა ქრისტიანულ ანთროპოლოგიის ძირითად დებულებებს. და ეს დებულებები, მინდა რომ აი რამდენიმე სიტყვით ჩამოვაყალიბო რა პოსტულატებია, რომელზეც დგას ქრისტიანული ფსიქოლოგია და ასევე მინდა ვთქვა, რომ ნაკლებად განვითარებულია ჯერჯერობით მე იმედი მაქვს საქართველოში, მაგრამ ძალიან დიდი პერსპექტივა და პოტენცია აქვს. ხშირად მას ძალიან უჭირთ აი ამ ის აღქმა, რადგან გონიათ, რომ ეს რაღაც ერთგვარი ოქსიმორონია, ურთიერთდიალოგის ქრისტიანული ფსიქოლოგია. მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის და პირიქით აქვს უფლება და უნდა განვითარდეს. იგი ეყრდნობა ესეთ ძირითად პოსტულატებს. პირველი არის ის, რომ ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ხატად და მსგავსად. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანი არის გონიერი არსება, თვითშემეცნებითი არსება, რომ მას აქვს ნებისყოფა და ნება აირჩიოს, გააკეთოს და ჩვენ მართლაც ესე ვართ, რომ ყოველ წამს, ყოველ წუთას ვაკეთებთ არჩევანს ბოროტსა და კეთილს შორის, რომ ის არის შემოქმედებითი არსება, რომ მას აქვს იმ თავითვე ჩადებული უნარი შექმნას რაიმე ახალი და იყოს შემოქმედი და არა მარტო რეალურად ობიექტურ სინამდვილეში, არამედ სუბიექტურ სინამდვილეშიც. ხო, აი, მე როგორ აღვიქვავ რაღაცა ობიექტს, აი ამ სიტუაციას მე როგორ აღვიქვავ, ეს არის აბსოლუტურად ჩემი შემოქმედებითი, აი აღქმის თვისება, რომელიც აბსოლუტურად უნიკალურია ჩემია და შემოქმედებითია. და ასე შემდეგ, რა სიღრმეში არ შევალ. ასევე ის რომ ადამიანი არის ხადი და მსგავსი და ღმერთმა თავისნაირად შექმნა, არის ის რომ ის არის ადამიანს ახასიათ მასა აქვს სული და სული არის უკვდავი და მარადიული. ეს არის აი ესეთი მართლმადიდებლური და ქრისტიანული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი. შემდეგი პოსტულატი არის ის, რომ ადამიანი არის არსება, რომელსაც აქვს სამი საწყისი, ეს არის სხეული, ფსიქიკა და სული. და ქართულ ენაში არის ძალიან კარგი სიტყვა ფსიქიკის, რომელიც შეგვიძლია ასე ვთქვათ, ჩავანაცვლოთ. არის ესეთი სიტყვა სამშვინველი და სამწუხაროდ, აი მე როდესაც ვიყავი
უნივერსიტეტის პირველ კურსელი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, აი მახსოვს ერთ-ერთი პირველი ლექცია ზოგად ფსიქოლოგიაში იწყებოდა იმით, განსაზღვრეთ თუ რა არის, რას ნიშნავს ფსიქოლოგია, რა არის ფსიქოლოგიის საგანი, ამოცანა და ასე შემდეგ და იქ გვითხრეს და ასე თქვათ ვისწავლეთ ერთ-ერთი პირველი სიყო რომ სიტყვა ფსიქოლოგია ნიშნავს ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მეცნიერებას სულის შესახებს, მოძღვრებას სულის შესახებ, მაგრამ აი ეს სიტყვა სული არის განდევნილი მეცნიერებიდან და საერთოდ დავიწყებული და იგნორირებული. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, თავისი ისტორიული მეცნიერების განვითარების ისტორიული საფუძვლები ჰქონდა. მაგრამ ის რომ სული განიდევნა, ეს ყველა მიიღო და ასე ვთქვათ, ყველა თანახმა ამით აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია. მან კიდე ერთი უზუსტობა არის, ალბათ ჩემი აზრით, ანუ როგორც თქვი, რომ არსებობს სამშინველი და სული და ფსიხე ამ შემთხვევაში არის არა პნევმა, არამედ სწორედ სამშინველია, ანუ ფსიქოლოგია არის მეცნიერება სამშინველის შესახებ. შეიძლება ესე ვთქვათ. ხო, და არა პნევმის შესახებ. ანუ სწორედ მესმის, ხო? ანუ სამშვინველზე გვაქვს ლაპარაკი და მეცნიერული შესწავლის საგანი არის ადამიანის სამი, ასე ვთქვათ, ბუნებიდან ერთ-ერთის სამშვინველის შესწავლაზე, ხო? ეს არის ქრისტიანული ფსიქოლოგიის, ასე ვთქვათ, განსაზღვრება. დიახ, ესეა ნამდვილად. და ქრისტიანული ფსიქოლოგია არის მცდელობა იმისა, ანუ ეს დიდი აქვს მოწოდებული ამისთვის და დევიზია, რომ დააბრუნოს სული მეცნიერებაში, თუმცა ეს სრულიად გასაგებია, რატომაც იყო სული განდევნილი, იმიტომ რომ მიჩნეული იყო, რომ სული არ შეიძლება, რომ მეცნიერების საგანი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც დააკვირდები, შეხედავ, გაზომავ, აწონი და ასე შემდეგ და სული არ შეიძლება იყოს მიჩნეული მეცნიერულ საგნად, თუმცა აი მცდელობა, იცით როგორ არის, კლავაც რთულია ეს იგი ფიქრის საგანია და განვითარების საგანია, თუ რამდენად შეიძლება ეს ამაზე მეცნიერული კვლევები ატარო და რა თქმა უნდა ამის მიგნებაც შესაძლებელია, როცა ავითარებ ამ მიმართულებას, მაგრამ აქ მთავარია მიდგომა. მთავარია ის ანთროპოლოგიური საფუძველი, რომელზეც დგას მეცნიერება, იმიტომ რომ არ შეიძლება იყოს მეცნიერება თუნდაც ფსიქიკის შესახებ და არ ქონდეს შენი ანთროპოლოგიური მიდგომა, ხო? რა თქმა უნდა. და ანთროპოლოგიიდან გამორიცხო სული არის აბსოლუტური ნონსენსი და ამაზე არ ფიქრი და ამ შუქით არ დაინახო მოვლენები, უბრალოდ გასაკვირია სულ მცირე. და აი ქრისტიანული ფსიქოლოგია სწორედ მოწოდებულია იმისთვის, რომ აი ამ ანთროპოლოგიური, ასე ვთქვათ, ძირითადი პოსტულატების შუქზე მიიღოს და გაიაზროს ის ცოდნა, ის არ უარყოფს ცოდნას, რომელიც არსებობს კლასიკურ და აკადემიურ ფსიქოლოგიაში, გაიაზროს ის ცოდნა, რომელიც არის, ის იყენებს მთელ იმ ცოდნას, რომელიც რეალურად არსებობს, გარდა იმ მოძღვრებისა და იმ თეორიებისა, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ანთროპოლოგიას. და ერთ-ერთი პოსტულატი ქრისტიანული ანთროპოლოგიის არის ის, რომ ადამიანის დაცემის შემდეგ, ცოდვითი დაცემის შემდეგ დაზიანდა მისი ბუნება, მოხდა, როგორც ამბობენ, აი როგორც კი გაჩნდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე, მოხდა ეს ანთროპოლოგიური კატასტროფა და ადამიანის დაცემა
და მან და ის დაზიანდა, მისი ბუნება დაზიანდა. მან დაკარგა ის ასე ვთქვათ აი ეს ხატება და მსგავსება. უბრალოდ საბოლოოდ კი არ დაკარგა, არამედ არის დაზიანებულია და იმის და იგი მოწოდებულია. აი ეს არის პოსტულატი, რომ ეს არის დაზიანებული. და ძალიან საინტერესოა, რომ შესაბამისად ქრისტიანულ ფსიქოლოგიას ნორმის მიმართაც აქვს სრულიად თავისი დამოკიდებულება. შეიძლება მათემატიკურ ნორმას აბსოლუტურად იაზრებს, მაგრამ მისთვის ნორმა არის ის, რომელიც იყო ჩანაფიქრში. იდეაში რაც იყო თავიდან. დიახ, და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატი არის ის, რომ ადამიანი კაცობრიობა, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი და კაცობრიობა გარკვეული საზრისით ჩანაფიქრია, ღვთის ჩანაფიქრია, როგორც მთლიანად საკაცობრიო და ზოგადი, არამედ თითოეულ ადამიანში. ანუ ჩვენ ის შემთხვევითი რაღაც მტვრის ნაწილაკი კი არ ვართ, რომელიც რაღაცა ჰაერისაც წაგვიყვანს, არამედ თითოეულ ადამიანში არის აი განსაკუთრებული ჩანაფიქრი. და აი აქ მივდივართ განხრთობის იდეასთან. ქრისტიანული ფსიქოლოგიისთვის პიროვნების განვითარება არის გააზრებული აი ამ შუქში, რომ ადამიანი არის მოწოდებული, რომ შეძლოს აი ამ მიისწრაფოდეს ამ დაზიანებული ბუნების დაძლიოს აი ეს ასე ვთქვათ პრობლემა, კრიზისი, აი ეს სირთულე, რომელიც დგას მის წინაშე. გასაგებად ვამბობ, ხო? შეიძლება ვთქვათ, რომ ანუ ქრისტიანული ფსიქოლოგიის მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს დაეხმაროს დაცემული ბუნების ბორკილებიდან გამოსვლაში. ხო, აი დაეხსნას აი ამ ტყვეობას, რომელშიც იმყოფება ბუნების დაცემულობის გამო, ხო? დიახ, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მან შეძლოს გაიაზროს ის, რომ ის სულიერი არსება არის და მან შეძლოს აი ამ დაზიანებულ ბუნებასთან ჭიდილი და განკურნებისკენ გზის მოძებნა. გასაგებია, ხო? გასაგებია, კი ბატონო. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დაუბრუნდით ჩვენ თავარ საფიქროს კონკურსის ფორმატში. ღანი, როგორც განხრთობის გზა და ჩვენთან სტუმრად იყო ქალბატონი ლელა მუჯირი, ფსიქოლოგი. მადლობთ. დიდი მადლობა თქვენ.